ირაკლი კუპრაძე, ლელოძლიერი საქართველოს გენერალური მდივანია, პირველი სტუმარი. გამარჯობა ირაკლი. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოусმინეთ ალბათ ან ძირითადი არგუმენტები თავად კობახიძის მოისმინეთ და ბრალდებებიც ეს არ იყო მარტო განმარტებები, იყო ბრალდებები, თავდასხმები, რომ ესკეთება შეგნებლად იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს გამოეთხაროს ძირი, რომ უცხოური ინვესტიციების საწინააღმდეგო კლიმატი ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და რომ ეს განსაკუთრებით მიუღებელი და გასაკვირია იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომლის დამფუძნებლებსაც ბიზნესის მიმართულებით აქვს სერიოზული გამოცდილება. რას ეტყოდით კუპრაძეს ყველა იმ ბრალდების მოსმენის შემდეგ, რომელიმე კითხვაზე, მათ შორის თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხმა დაგაკმაყოფილათ თუ არა? არა, იმიტომ რომ კობახიძე ტყუის და ძალიან მარტივი მოცემულობაა, ქართულმა ოცნებამ დაიბარა საკუთარი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი არალეგიტიმურ პარლამენტში წინასწარ გაუგზავნა 15 შეკითხვა, რომელიც სპეციალურად ისე იყო დასმული, რომ ეს პროპაგანდისტული ნიაღვარი დღეს წამოსულიყო პარლამენტის შენობიდან, დღეს გადავრთე მაგალითად, როცა მიდიოდა მსვლელობა ამ ინტერპელაციის ჩამოთვლი ტელევიზიებს, მგონი გაუგებარეთ ტელეკომპანია ივედზე პირდაპირ ეთერი, რუსთავიორზე პირდაპირ ეთერი, პოსტივიზე პირდაპირ ეთერი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უწყვეტი პირდაპირ ეთერი და მაესტროზე უწყვეტი პირდაპირ ეთერი. 5 პროსახელისუფლებო ტელევიზია, რომელიც ემსახურება რუსული რეჟიმის და ივანიშვილის ინტერესებს, უწყვეტ ლაივში სთავაზობდნენ ამ სიბინძურეს ტყუილს, ნიაღვარს პროპაგანდის, რაც კობახიძემ ატრიალა. და იქ ტყუილები თქვა, მაგალითად ტყუილი თქვა ის, რომ MR ჯგუფი და იგო ჰილსი თითქოს და ერთი კომპანიაა. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი ყავს, მოჰამად ალაბარი, ერთი დაფუძნებულია MR ჯგუფი 1997 წელს, მეორე დაფუძნებულია 2014 წელს. მფლობელებიც კი სხვადასხვა ყავთ, აქციონერები. MR ჯგუფის ძირითადი მფლობელი არის არაბული სახელმწიფო და აქეთ მხარეს ხედავთ კერძო მფლობელებს. მფლობელებიც სხვა, ყველა დაფუძნების ისტორიაში ყველაფერი განსხვავებულია. ინტერესებიც განსხვავებულია, რასაც ისინი სხვა ქვეყანაში ატარებენ და იგო ჰილსის ევროპულ ოდისეას რომ გადავხედოთ, ხედავთ რომ მათივე პარტნიორმა, ერთადერთი პარტნიორი ყავთ ევროპაში, ისიც სანახევროდ ორბანი დარჩენილი, უნგრეთიდან გააგდო იგო ჰილსი. გააგდო, გააძევა. ან ხელშეკრულება არ გაუფორმა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე ჩადგმით იყვნენ მისულები, რასაც საქართველოში აპირებენ. ორ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე, ბათუმთან და თბილისთან, ხო 9 მილიონ კვადრატულ მეტრზე ვსაუბრობთ. მოიტყუა იმით, რომ თითქოს და საქართველოს რომელიმე მოქალაქე შეძლებს იქ შენობის ან საცხოვრებელი ფართის შეძენას. იმისთვის, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იყოს, ერთი საცხოვრებელი ფართი უნდა ღირდეს დაახლოებით $400,000, 400,000 და $500,000-მდე. რომელი საშუალო სტატისტიკური ქართველი შეიძენს იქ ბინას. თავად აქვს ამ დირექტორს, არაბ დირექტორს ნათქვამი ალაბარს, რომ ფასების მერყეობა იქნება $6,000-დან $12,000-მდე. დამისახელეთ კვადრატული მეტრის ღირებულება. დამისახელეთ ერთი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, თუნდაც არასაშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელიც $6,000-დან $12,000-მდე გადაიხდის 1 კვადრატულ მეტრში. არ არსებობს. თავადვე თქვა, მოიტყუა, რომ 80%-ო საქართველოს მოქალაქე იქნება და 20 უცხო ქვეყნის მოქალაქეო. ამ დროს მათივე კონტროლირება ტელევიზიაში პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედში მიდის იგო ჰილსის დირექტორი, დამფუძნებელი, მფლობელი, ერთ-ერთი ეს ალაბარი და ამბობს, რომ 60% იქნება უცხოელი მყიდველი. ანუ ამ ვითარებაში, სადაც ყოველ ჯერზე, თითოეულ პასუხზე ის ტყუილებს ლაპარაკობს, ტყუილებს ამბობს. რატო დაჭირდა ჩემი პროპაგანდისტი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შეგნებლად დაასახელეთ ახლა მასშტაბი დღევანდელი განხილვის გაშუქების. თავისთავად ობიექტურად რო ვთქვათ, შედარებით ნორმალურ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის ხელმძღვანელი სხვადასხვა სტატუსით მიდიოდა პარლამენტში, ან ყოველწლიურ მოხსენებაზე, ან ანგარიშზე, მედიების ინტერესი ბუნებრივი იყო, ის კი არა და კრიტიკული ტელევიზიის რეალური პროცესი თუ არსებობდა. ხო, მაგრამ აქ აშკარად რაღაცა პრობლემა სერიოზული შეიქმნათ, რამდენადაც მთელი კამპანია იყო უძღოდა წინ და შემდეგაც მოყვებოდა და როგორც ჩანს ეს პრობლემები შეექმნათ მათ შორის იმ ნაწილში საზოგადოების, რომელიც როგორც მინიმუმ ნეიტრალურად იყო განწყობილი მათი პოლიტიკური საქმიანობის მიმართ და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ კრიტიკულად ვინც იყო განწყობილი, მას კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა და ეპარქიებმა ამოიღეს. რა ფაქტორებია? აი ეს მინდა რომ ვკითხოთ, რა ფაქტორებია ისეთი, რომლებმაც აი პირველად თავის დროზე მარიხუანას მოშენების დიდი პროექტის შემდეგ ესეთ სერიოზული პრობლემები შეუქმნა პროპაგანდისტულ ველზე.
ივანიშვილი ცდილობს ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავი წარმოადგენს ერის მამად. და ის არ არის ერის მამა. მისთვის არსებობს ერთადერთი ღმერთი. მისთვის ეს ღმერთი და ღვთაება არის ფული. სადაც ის ფულს გააკეთებს, ეს ჭირდება მარიხუანას რაღაც პლანტაციების პროექტი, რომელიც საპატრიარქოს ძალისხმევი და საზოგადოების კრიტიკის ფონზე გაჩერდა, ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ძალიან გავს ეს პროექტები ერთმანეთს სინამდვილეში. ორივე პროცესში ილახება ეროვნული ინტერესები. ერთის მხრივ ეს მარიხუანას პლანტაციები ნახეთ და მათი ჩავარდნილი პროექტი და ახლა სულ გაგიჟებული ივანიშვილი, რომელსაც სადღაც 2 მილიარდი ლარი გაყინული აქვს, იმიტომ რომ რუსია, იმიტომ რომ ძალადობს, იმიტომ რომ დევნის ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პარტიებს გაუქმებას უპირებს და ასე შემდეგ, სადღაც გაუყინეს 2 მილიარდი. კი, უთხრეს რომ კი შენი ფულია, მაგრამ ვერ გამოიყენებ. იმიტომ რომ ეს სანქციის ფასია, იმ ძალადობის ფასია, რასაც ივანიშვილი აკეთებს და მეორეს მხრივ, აქ ხედავ ეროვნული ინტერესების შელახვას. იმ სახელმწიფოში, იმ ქვეყანაში, სადაც 5000-ით ნაკლები მოქალაქე დაიბადა ჩვენს ქვეყანაში, წინ 2024 წელს 5000 მეტი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. იგიც თქვა რომ საქართველოში ბევრი უცხოელი ყიდულობს სახლებს და ამით დემოგრაფიულ დინამიკაზე არანაირი ნეგატიური გავლენა. როგორ შეიძლება ჩამოვიდეს ჩამოსახლოს 200,000 რუსი და დემოგრაფიულ გავლენა არ მოახდინოს? დინამიკა ჩვენ ხშირად ვაშუქებდა ამ კატასტროფული ვითარება არის ზოგადად. არა მარტო მაგ მიზეზების გამო, იმიგრაციის გამო. ორი მიზეზია. დღეს საქართველოში არის დემოგრაფიული კრიზისი. როცა ამბობენ, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება, ვისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები? ეს ხალხი თუ ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს სიღარიბის და რეპრესიების გამო და თუ ჩვენ მხოლოდ მომსახურე ერი უნდა ვიყოთ, რომელიც მოემსახუროს უნდა ტურისტებს, ეს ჩანაფიქრი არ ამგონია, რომ საქართველოში რომელიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერს ილია ჭავჭავაძეს თუ ზვიად გამსახურდიას თუ მერაბ კოსტავას ჩანაფიქრში ქონდა, რომ ესეთი სახელმწიფო და ერი უნდა შემდგარიყავით. ამ ვითარებაში დემოგრაფიული კრიზისია, ან უფრო მეტი იღუპება ვიდრე იბადება, თავის მხრივ ემიგრაციაში მიდის 10,000-ობით მოქალაქე, გონი ყოველ ერთ თვეში თუ ორ თვეში წარმოუდგენთ ჩემ გარშემო მიდიან უამრავი ადამიანები და ივანიშვილის მიზანიც ეს იყო. გახსოვთ 2012-13 წლებში როცა გამოვიდა ერთ-ერთი თავისი ეს ეპისტოლარული ჟანრის ჩართვის დროს და თქვა რომ ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნება საკმარისი სამუშაო ადგილები, მე დავასუბსიდირებ, დავაფინანსებ ფრენებს ქუთაისიდან და უცხოეთში წადით იქ იმუშავეთო. ჯერ უცხოეთში გაყარა საქართველოს მოქალაქეები და მე საარჩევნო უფლება წაართვა. იმ მოქალაქეებს ვიზეთ ნამდვილად დღეს საქართველოს ეკონომიკა. მხოლოდ წელს 10 თვის განმავლობაში გიორგი შემოიტანეს და გადმორიცხეს 3 მილიარდი დოლარი. 10 თვის განმავლობაში. წინა წელს 3 მილიარდი მოლაპარაკე სახეებმა თქვეს, რომ ეს ხო ბიუჯეტში არ გადაუხდიეთო. ხო და ვინც ეს თქვა, ის არის იდიოტი. იმასაც ვერ ხვდება, რომ იქიდან შემოტანილი თანხა აქ იდება რეალურ ეკონომიკაში. დამატებითი ბაჩორის ბიუჯეტის პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ 18% ინფული ნებისმიერი პროდუქტიდან როცა ვიხდით და 18% წავიდა მათიკაშვილი რომელიცაც ისინი ხელფასებს იზრდიან. კი, რა თქმა უნდა, ხელფასებიდან რომელიც გაიზარდა 14,000 ლარამდე, ხო? ანუ ამაზე ვსაუბრობთ. ისიც არიციან, ამ პროცესმა სხვათა შორის ამ არაბული ქალაქების ეპოპეამ იმდენი სისულელე ათქმევინათ. იმდენი სისულელე გააკეთებინათ. ჯერ ქმნიან საერთოდ გაუგებარ არითმეტიკას. ასეთ ქოცური არითმეტიკაც კი არ გამოდის და მათ შორის მათი მხარდამჭერები არიან გაბრაზებულები. მე ვუყურებ მაგალითად სოციალურ ქსელში კომენტარებს, რომელიც ყოველთვის სადაოა და რთული გასაკონტროლებელია, იმიტომ რომ ტროლებით ყავს ქართულ ოცნებას გადავსებული, მაგრამ ხედავ რომ უბრალოდ არ ჩერდება კრიტიკა ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდანაც კი მათ მიმართ. მათ შორის ეპარქიები და საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია და მე წუხარ ამის გამო რომ არ დაუფიქსირებია, იმიტომ რომ მაგალითად კრწანისის ტყეპარკი თავის დროზე გადაეცა საპატრიარქოს, იმიტომ რომ ის უნდა ყოფილიყო რაღაც ისეთი ტერიტორია, რომელიც არ უნდა გაეძიძგნა არავის და არაფერს. საპატრიარქო დეკადის განმავლობაში უვლიდა. ჩემი სტუდენტობის დროს მაგ ტერიტორიას ერქვა საპატრიარქოს ტბები და ჩვენ დავდიოდით მაგ კრწანისის ტყეპარკში, მათ შორის სათევზაოდ, სხვა შორის ფასიანი იყო თევზაობა და ასე შემდეგ სტუდენტობის დროს დავდიოდით. და შენახული იყო, დაცვა ყავდა, უსაფრთხოება იყო, შემოღობილი იყო და ასე შემდეგ. შემდეგ აღმოჩნდა სახელმწიფოს ხელში, ივანიშვილის ხელში სამწუხარო და ივანიშვილმა გადააბარა
9 მილიონი კვადრატული მეტრი. რატო არის თანამონაწილე 33%-ში და არა მეტში, მაგალითად? ძალიან მარტივად, იმიტომ რომ კონსტიტუცია ზღუდავს მიწის გაყიდვას ესეთი ფორმით და ამას სხვა დატვირთვაც მიეცემოდა და ეს მოიფიქრეს თანამონაწილეობა. როგორ შეიძლება ამ ტყუილში საერთოდ იყო და მეორე იცხოვრო და მეორე აცხოვროს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საკუთარი მხარდამჭერები, რომელთა თვისაც იყო მიმართული ეს დღეს პროპაგანდისტული რამდენიმე საათიანი პროცესი. განმარტება, რადგან ახსენეთ, უკავშირდება მიწას. საერთოდ მთელი ეს კამპანია ქართულ მიწას არ გავყიდით და ასე შემდეგ, ეს გვახსოვს, რომ სულგეინიდან მოყოლებული ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი თემა იყო თავის დროზე და რა დონის ფარისევლები არიან ამ გადაწყვეტილებები ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ დღევანდელი და ამ პროპაგანდის განმარტება რა არის, რომ იცი ისინი ჩვენ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული საცხოვრებელ უფლებას როგორ იღებს ნებისმიერი უცხოელი კონკრეტულ თანხას თუ მან საქართველოს შემოიტანა დააბანდა მაგ პირობებში. მაგაზე იძახის, რომ კაცო ჩვენ ამას მუდმივ სარგებლობაში ჩვენ ამას მოქალაქეობას კი არ ვაძლევთ, არამედ ეს დროებითი იქნება. აქ რა $9 მილიონ გადაიხდის საცხოვრებელ ფარდში, სადაც მოქალაქეობის უფლებაც არ ექნება და დღეებს დაუთვლიან, რამდენი დღე უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც $9 მილიონ ქონება აქვს. ეს ხო სასაცილოა. ანუ უბრალოდ უნდა შეხედოთ და დასცინო ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას, რომელიც ცდილობს რომ მოგვატყუოს $9 მილიონი გადაიხადოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ საცხოვრებელ ფარდში და შემდეგ ირაკლი კობახიძემ ან მისმა სასაზღვრო დეპარტამენტმა დაუთვალოს დღეები და უთხრას რომ ამ დღეების ამოწურვის შემდეგ ეხლა დაბრუნდეს შენს ქვეყანაში. ეს ხო წარმოუდგენელი სიგიჟეა და ამ სიგიჟეს არის სადაც ეჭვის ქვეშ არ დგება საერთოდ საკუთრების საკითხის მისი კუთვნილება იქნება თავისთავად ცხადად. რა თქმა უნდა, მაგრამ ის ყოფნას ვერ შეძლებს აქ და ამიტომ კიდევ ერთი თემა, რომელიც გამოიყენება ასე თქვა პროპაგანდისტულად და ძალიან ფაქიზია და ფრთხილად უნდა უდგებოდეთ. ერთის მხრივ ამ ეთნიკური ფაქტორი წინაპლანზე წამოწევა ცხადია და მოვერიდოთ რომ რაღაცა ტიპის ქსენოფობიურ მართლაც ქართული ოცნების მიერ არაერთხელ კულტივირებულ არც ამერიკული ქალაქი შეიძლება ესე და არც გერმანული. ხო, ან მაგ მე რო კაცმა მკითხოს ეგ არჩევნები უფრო დასავლური სისტემებისა მონაწილეობის თვალსაზრისით ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა ბევრი მიზეზის გამო, ეს ის შემთხვევა, როცა ფულს სუნიც აქვს და აქვს პოლიტიკური გავლენა. თუმცა დასავლური პროექტები და კომპანიები ესეთ სადაო პროექტებში არ მონაწილეობენ. მაგაშია საქმე, ხა წინა გადაცემაში გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი ცნობილი ქართველი გეოგრაფი მყავდა სტუმრად და იმან ძალიან კარგად ახსნა განსაკუთრებით ამ ორ კონკრეტულ ტერიტორიასთან მიმართებაში, რამდენად დიდი საფრთხეები არის არა მარტო ეკოსისტემის თვალსაზრისითაც, დასავლური კორპორაციები, ფონდები ასეთ საეჭვო პროექტებში უბრალოდ არც მონაწილეობენ, ან მონაწილეობენ ისე რომ პირიქით შეინარჩუნონ, ხელი შეუწყონ ამ ეკოსისტემებს, მაგრამ ერთი კონკრეტული თემა, რომელზეც დღეს იყო ბრალდების სახით ლაპარაკი, რომ აი მოდის ოპოზიციან ბრალდები, რომ მეჩეთებს ააშენებენ და მსგავსი არაფერია იქ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და ასე შემდეგ. საერთოდ ვერ ხვდები რატო უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შესაბამისი რელიგიური საზოგადოებისათვის სალოცავის აშენების უფლების მინიჭება, მაგრამ აქ რა კონტექსტშიც არის ეს შემოტანილი, ვითომ საპასუხოდ ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სწორი რო გამოიყენება. დიახ, ძალიან მარტივი მოცემულობა, როცა 10,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე განსხვავებული რელიგიური რწამსი შეიძლება ჩამოცხოვრდეს და იყოს მუდმივი ბინადრობის კომპაქტურად თან, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ სურვილი კონდეთ საკუთარი სალოცავი. 10,000 უფლებაც ექნებათ, რა თქმა უნდა. მე ძალიან მარტივად მახსოვს და ეს ისტორია მაგალითად საიდან მოდის, სადაც ერთ-ერთმა მაღალი იერარქმა, სასულიერო პირმა მითხრა და გამიზიარა საკუთარ წუხილი, რომ მე ვფიქრობ ზუსტად ამ არგუმენტების გათვალისწინებით, რომ იმ ხელშეკრულებაში ეს პირობა ძდევს. და მე გაგახსენებთ მაგალითად ივანიშვილის დაპირებას აჭარაში მუსლიმი მოქალაქეებისადმი, ქართველი მუსლიმებისადმი, მუსლიმ თემს აჭარაში დაუდო პირობა და თქვა, რომ აჭარაში მუსლიმი თემი ნამდვილად იმსახურებს მეჩეთის აშენებას, იმიტომ რომ ხედავთ მაგალითად ბათუმის ქუჩებში, როცა მათ აქვს დღესასწაულები, ქუჩაში უწევთ ლოცვა წვიმაში, თოვლში, ქარში და ასე შემდეგ. ეს პირობა დაარღვია და თუ ვინმე იმსახურებს მაგალითად მეჩეთის აშენებას, იმსახურებენ მაგალითად აჭარელი მუსლიმები, საქართველოს მოქალაქეები და იქ დღემდე 13 წელი გავიდა. სასამართლომაც კი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ უკანონო იყო უარის თქმა, ნებართვის გაცემას და შემდეგ დღემდე არ აძლევენ საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს ისტორიულად ჩვენთვის
ისეთ მოცემულობაა მე ისეთ სივრცეში გავიზარდე, სადაც ჩემი უახლოესი მეგობრების დასშე მუსლიმები არიან. მაგრამ მათ არ აძლევენ ამის შესაძლებლობას. ქართული ოცნება და ივანიშვილი და ამ დროს ჩნდება კითხვის ნიშანი, რომ თუ კომპაქტურად უნდა დასახდეს 10,000 არაბეთის მოქალაქე, იქ რატომ არ გაჩნდება ამის სურვილი და რა პირობა დევს, რა შეთანხმება დევს ამასთან დაკავშირებით. ეს შეკითხვები, რა თქმა უნდა, არის. ჩემთვის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია თქვენ გამჭვირვალობა ახსენეთ წეღან, რომ უბრალოდ ახსენებთ პირობებს ცვლიან. ეს ისტორიაც ამის ნაწილია. ეს არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელმაც გამჭვირვალობის საბაბით დაარბია არასამთავრობო ორგანიზაციები, დაარბია იმ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ქველმოქმედებას ეწეოდნენ რეალურად ქართულ ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ადამიანის უფლებებში და ასე შემდეგ. გამჭვირვალობის საფუძვლით, რუსული კანონით, ხო? რაც გააკეთა. დღეს გვეუბნება იმას, რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც არის თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეროვნული ინტერესები, დემოგრაფია, გარემოსდაც ყველაფერს რო აერთიანებს ერთმანეთში, რა თქმა უნდა კორუფციის რისკებს ამ ტიპის ხელისუფლების გამოს უნდა იყოს საიდუმლო. გამჭვირვალობაზე ვინც გველაპარაკებოდა, თურმე საიდუმლოდ უნდა დატოვონ. რა თქმა უნდა ესეც ფარსია და გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და ერთ-ერთ ინტერვიუზე და კომენტარზე მიპასუხა, რომ ჩვენ ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და ქართული სახელმწიფოს ინტერესები დაცულია. ვის უნდა ვენდო? პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, აუდიტის სამსახურით დამთავრებული, მონიტორინგით, ფინანსური სამსახურით, ყველა სამინისტროს ლიდერშიპი ამხილეს კორუფციაში. დაჭირდათ ეხლა და იმიტომ რომ თავის დროზე კობახიძესაც მოუწევს ამ მხილების გავლა და პასუხისგებაში მიცემა. ანუ ამ პირობებში როგორ შეიძლება ამ ხალხს ვენდო? და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათ შორის თანასწორი პირობები. მაგალითისთვის ვამბობ, თუ ეს ორი უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ორ მთავარ ქალაქთან, თბილისთან და ბათუმთან, 9 მილიონი კვადრატული მეტრი, შეიძლებოდა თანამონაწილეობის სახით გაცემულიყო სახელმწიფოს მხრიდან, რატომ არ ჩატარდა საჯარო აუქციონი, საჯარო პირობებით და რატომ არ შეიძლებოდა, რომ ქართულ კომპანიებს, თუნდაც თუ დასაშვები იყო, ხო, რომ ეს ეგრეთ წოდებული საპატრიარქოს ტბების და წანისის ტყეპარკის და გონიოს ტერიტორია საუკეთესო ადგილები გასხვისებულიყო, რატომ არ მიეცათ ამ შესაძლებლობა ქართულ დიდ კომპანიებს და არსებობენ საქართველოში დიდი კომპანიები, რომელსაც შეუძლიათ კი ინვესტიციის გატარება. თან რა ტიპის ეგრეთ წოდებული ინვესტიციაზე ვსაუბრობთ? უკვე წინასწარი გაყიდვები დაიწყეს. კახა ციქარიშვილს, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ბოდი შემეშალა. ერთ-ერთ ინტერვიუში უსმენდი, სადაც მკვლევარია ის ადამიანი, ამბობდა, რომ დამირეკეს და შემომთავაზეს წინასწარი შესყიდვა ფართების. ანუ უკვე დაიწყეს ფულის ამოღება, უკვე დაიწყეს გაყიდვები და თუ გაყიდვები დაიწყეს, აბა ინვესტიცია სადღა არის. რა ის ფული, რაც 1.2 მილიარდი დოლარი, რასაც ამბობენ, რომ აი ახლავე უნდა ჩაისხას მშენებლობაში. სად არის? მარტივად ვკითხულობ. ანუ ისევ წინასწარ გაყიდვებს დაიწყებენ, უკვე რუსეთში ოფიციალურად რეკლამდება და ეს საინფორმაციო საშუალებებში ღიად ვნახეთ, რომ რეკლამდება ეს კონკრეტული პროექტი და იყიდება ბინები, ანუ არაშენებული პროექტიდან აიღებენ თანხა და ისევ იმას დააბანდებენ, ამ დროს მილიარდი დოლარი აქვს სახელმწიფოს ჩადებული. რატო არ შეიძლება და ქართულ კომპანიას გაეკეთებინა ეს ყველაფერი და საქართველოში დარჩენილიყო ის ფული? MR ჯგუფი თუ Eagle Hills-ი აქედან მიღებულ მოგებას საწაიღებს. სადმე დააბანდებს საქართველოში? არა, ისევ წაიღებს თავის ქვეყანაში, რაც წარმოუდგენელი დანაშაულია საქართველოს ეროვნული ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენს უახლეს ისტორიაში გვაქვს უკვე გარკვეული გამოცდილება, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, დავაკორექტიროთ პოლიტიკა შევაფასოთ, ხო, რომელსაც თავისი დადებითი შედეგი შეიძლება ქონდეს და ნეგატიურიც. ამის მაგალითი არის ის ქალაქი, სადაც თქვენ გაიზარდეთ, სადაც ინარჩუნებთ კონტაქტებს, თქვენი ახლობლები, მეგობრები ცხოვრობენ. ბათუმი მაქვს ხედველობაში და ჩვენ ვიცით ბათუმში რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ქალაქის დემოგრაფიულ სტრუქტურულ ნაწილში. და ეს არ მარტო დემოგრაფია, ახდენს გავლენას ეკონომიკურ სტრუქტურაშიც და მათ შორის კულტურულ იერსახესა და იდენტობაში. ეს არის უკვე 22 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც ძალიან ინტენსიურად მოხდა რუსეთის მოქალაქეების ძირითადად მაინც მათ მიერ ბინების მასობრივი შესყიდვა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის დაფუძნება ბათუმსა და აჭარაში. თავისთავად ცალკე აღებული ადამიანებთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გქონდეს, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არის, რომ ამას დიდი პოლიტიკის ჭრილში
ადგილში შეხედოს. აი იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ბათუმში. რა საფრთხეებს ხედავთ, როდესაც სახელმწიფო ასე ხელაღებით ეპყრობა ამ ტიპის ვითომ ღია ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც თავისი შინაარსით ყველაზე დახურულია თუნდაც იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოთვალეთ და უკავშირდება გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებებს. ჩემთვის ის რაც ხდება და რასაც წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკა დაკავშირებულია მათ შორის წარსულის ერთ ფრაზასთან საქართველოს ქართველების გარეშე. ივანიშვილის მიზანი თავისი თითოეული ქმედებით არის მიმართული აქეთკენ საქართველოს ქართველების გარეშე. მისი აპოლოგეტები ეს გოგა ხაინდრავები და ვიღაცები როცა გამოდიან ამბობენ რომ ახალგაზრდებს მიმართავენ პირველ რიგში. ახალგაზრდებს ეუბნებიან რომ წადით ქვეყნიდან წადით თქვენი ადგილი აქ არ არის. ეს ხო ღიად პირდაპირ ეთერში გააკეთა ეს მიმართვა. აქეთ ივანიშვილი გვეუბნება რომ იაფ ბილეთებს შემოგთავაზებთ, დავასუბსიდირებთ, დაგიფინანსებთ ნაწილს და წადით გაფრინდით. ვინც უკვე ემიგრაციაში წლებია წასული, იმათ ეუბნება რომ ბოლო მოქალაქეობრივი კავშირი, აი უცხოეთში მყოფ მოქალაქეს, რომელსაც დიდი ხანი გაქვს გატარებული უცხოეთში, იმიტომ რომ ვერ ბრუნდები, ვერც იმდენს შოულობ რომ ჩამოხვიდე და აქ რამე გააკეთო, ან ახალი სამსახური იყო, უწევთ ადამიანებს ათეულობით წლობით ცხოვრება. ბოლო მოქალაქეობრივი კავშირი რა არის? ხმის მიცემის შესაძლებლობა. ესეც კი წაართვა და გამოვიდა იქ ვიღაც თავხედი და ამბობს რომ ჩამოვიდეს ერთხელ 4 წლის განმავლობაში ერთხელ ქვეყანაში და მაშინ მისცეს ხმას რომ ჩვენ ვიცით სად ვცხოვრობ. ჩემს გარშემო არიან ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახერხებენ ქვეყანაში ჩამოსვლას მხოლოდ მაშინ როცა დედა და მამა გარდაეცვლებათ. რო უკვდებათ მშობლები მაშინ ჩამოდიან. ცუდად რო არიან, ავადმყოფობენ, მომაკვდავთანაც ვერ ჩამოდიან, იმიტომ რომ ზოგი უმეტესობა არის არალეგალად, ვადა გაუვიდა თავისი ყოფნის უცხო ქვეყანაში იქ მუშაობენ. ფორმალურ პროცედურებში და მათი მუშაობა და აღებული ანაზღაურება დაკავშირებულია პირდაპირ მათი ოჯახის წევრების უბრალოდ გადარჩენასთან, ყოფასთან, ბედნიერებასთან, განათლების მიღებასთან და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანებს, რომლებიც მართლა გადახვეწილებიან და ოჯახის წევრები რომ ეღუპებათ, მაშინ ახერხებენ ძლივს ჩამოსვლას, ესეთ ადამიანებს, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდი, დახარჯე უამრავი თანხა, რისკის წინაშე დადეკრე, შეიძლება ვეღარც დაბრუნდე, აქ სამსახურს ვერ გთავაზობ, ხო, მომსახურების სფეროში 800 ლარიან სამსახურს შემოგთავაზებს და მორჩა, დამთავრებულია ეს ამბავი. მე მას აღარ აინტერესებს. უპრეცედენტო რაოდენობაა სოციალური შემწეობის გაცემის ამ ქვეყანაში და გვეუბნებიან რომ სიღარიბე ნელ-ნელა იძლევა თურმე კობახიძე გვარწმუნებს რომ აი სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა შემცირებული. ნუ ერთ სასაფლაოზე 300 მესაფლავეს თუ გააფორმებენ და რაჭაში სადაც აუზიარა აქვთ მუნიციპალიტეტში 30 დაცვას გააფორმებენ, ხო, ამით ხელოვნურად შეამცირებენ უმუშევრობას. მაგრამ სიამოვნებაში უმუშევრობას კი არ ამცირებენ, ეს არის პარტიული კარმუშკა და ის პარტიულ კარმუშკაზე მყოფი პირები ღუპავენ საქართველოს და ეროვნულ ინტერესებს ანადგურებენ, იმიტომ რომ მიდიან და იმ 300 ლარში ცვლიან საკუთარი ქვეყნის მომავალს, რომელსაც დღეს დაპატრონებული არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემი კითხვა ეხებოდა ბათუმის გამოცდილებას და მინდა მაგაზე თქვა ორი სიტყვა. ბათუმის გამოცდილება არის საკმაოდ მძიმე. მე ახლახანს ვიყავი ჩასული თან საქმეზე, თან მეგობრებიც ვინახულე. ქართული საუბარი იშვიათად გესმის რიგ უბნებში განსაკუთრებით. რიგ უბნებში განსაკუთრებით უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამ ტიპის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დატვირთვას რაღაცნაირად უპასუხო, პოლიტიკურად უპასუხო და მათ შორის ჩემთვის მთავარი აქვე ირეკლის აღნიშნოთ ვებათ ეგაც. მთავარი სახიფათო ამბავი რაც არის იყო გარკვეული გაგებით ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი საქართველოში. მულტიკულტურული ქალაქია. ამ თვალსაზრისით ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. აქ საუბარია ნაკადების რაოდენობა. ძალიან დიდი რაოდენობაა და მე ყოველთვის მაშინებს იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც იყენებენ, რომელი სახელმწიფოც ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთი ყოველთვის იყენებს ინტერვენციისთვის, ძალადობისთვის, სანქციისთვის, ოკუპაციის მცდელობისთვის, ომების დასაწყებად და ასე შემდეგ საკუთარი მოქალაქეების არგუმენტს. ეს მრავალგზის ჩვენ გვინახავს და გვინახავს უახლოესი წლების განმავლობაში, მაგალითად უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი მოქალაქეების საკითხს პროვოკაციულად, სპეკულაციურად იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ საფრთხის დაშვება და თან ამ დოზით არის ძალიან დიდი რისკების მატარებელი.